ჩვენ ახლა პაატა ბურჭულაძესთან ერთად ვართ, ვისაც ზუსტად დაუსვამთ ამ კითხვას, მოლოდინი რამდენად აქვს მას შემდეგ, რაც იხილა, რომ ხაბეიშვილი ზოდელავა დააკავეს და სუსის განცხადება მოისმინა, მან პირდაპირ ეთერში რა ხდებოდა და როგორი იყო ბრალდება დასაბუთება სუსის მხრიდან მოტივებზე, როდესაც აუბრობდა ხაბეიშვილის დაკავებაზე. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭათ საითმიდის პროცესები, თქვენ ელოდებით თუ არა დაკავებას და 4 ოქტომბერი არის თუ არა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ახლა ხაბეიშვილის ის ციხეში თან მოისმინეთ სუსის განცხადება, ამბობდა, რომ საჯარო განცხადებები, ტელეინტერვიუები გახდა დაკავების მიზეზი და მოტივი და არა მაგალითად, რომ აქვთ ფარული ჩანაწერების შეხვედრები, ვინმე შეხვდა ხაბეიშვილი და იქ მოუწოდებდა რამეს, არა საჯარო ინტერვიუების საფუძველზე მოხდა თურმე ხაბეიშვილის აყვანა. Ну, რა უნდა გითხრათ, ეხა თუ ასე დაპირებით ნათქვამს ერთ ფაქტზე არავინ არ დაუჭერია დაპირებით ფაქტზე, რომ სამშობლო სიყვარულში ჩვენ ეგეთ რამეს მერე მთავრობაში რომ მოვალთ, როცა მოვა მთავრობა, თქვენ გადაგიხდით სამადლიერს, რომ მადლობას იმისთვის, რომ ემსახურეთ ქვეყანას, ამას პირდებოდა და ამისთვის თუ შეიძლება დაჭერა, მაშინ წარმოიდგინეთ ივანიშვილი რამდენი ხნის დაჭერილი უნდა იყოს, რაც მან დაპირდა ხალხს. და როგორი დაჭერილი უნდა იყოს. Ну, არ ვიცი, ეს სიტყვაზე რო იჭე, თან როგორ არის დაპირებული, ისე კი არა დაპირებული, რომ ჩუმად დაუჭდა და ვინმეს ყურში უთხრა. ტელევიზიით გამოაცხადა, ემსახურეთ ქვეყანას და ქვეყანა დაგიფასებთ ამას. კი ბატონო. მე მგონი, ну, ეხა არ ვიცი, ჯერ ერთი. მე ახლა ვაცხადებ ტელევიზიით. 4 ოქტომბერზე სწივად ამათ გული, იმიტომ 4 ოქტომბერს არის ამათი ნამდვილად მშვიდობიანად დასასრული. ეს არ არის არც ლევან ხაბეიშვილის მოგონილი, არც მურცა ზოდელავას მოგონილი. ეს არის რუსთაველის გამზირის უпростоრად ჩემი შეთავაზებული საქართველოსთვის, ჩემი ქართული ხალხისთვის ინიციატივა. სადაც ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა და გავანთავისუფლოთ ამ მავნებლებისგან, რაც კი არის. ისე რომ მე სხვას ვერაფერს ვერ გადავავრელებ, აეგერო არ მე და ერთი გამცენ პასუხი, მე ვარ დასაჭერი თუ არა. როდესაც მე ამას ვაცხადებ. ერთი რამეა ჩემო მეგობრებო, მე ვიცი რომ ჩვენ მთელი საქართველო ვართ ბევრად მეტი ვიდრე ეს პატარა ბანდა, რომელსაც ქვია ივანიშვილის ბანდა. ამიტომ მეც რომ დამიჭირონ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან გთხოვთ ბოლომდე გააგრძელეთ ყველაფერი. ამის გაგრძელება ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ დავემსგავსებით უკვე, ოკეი, დავემსგავსებით კი გაუსწარით უკვე რუსეთსაც და კიდე კორეას უკვე ვესწრებით და ვუსწრებთ კიდევაც მგონი. ამიტომ თქვენ გააგრძელეთ. მე არ ვიცი, დღეს აღმოსვარ ინგა გრიგოლიასთან, იქ ალბათ პრომეთს ვილაპარაკებ. თუ მანამდე მივედი. ნახოთ, ერთი სიტყვით ბრძოლა ბოლომდე ერთი წუთითაც უკან არ უნდა დავიწიოთ, იმიტომ ჩვენ ხო ხედავთ როგორ ეშინიათ. სიტყვაზე იჭერენ ადამიანს, კაც არაფერი არ გაუკეთებია და აი შენ უნდა გაგეკეთებინაო და უნდა რომ შეთავაზებო და ეგეთი რაღაც შეთავაზება ეს არის სამშობლო სიყვარულში. ასე რომ ვიყოთ ერთად, ნუ შეტრკება თქვენი გული, ჩემო მეგობრებო და ბრძოლა ბოლომდე. ასეთი არის პირველი შეფასებები პაატა ბურჭულაძის მხრიდან, რომელიც ამბობს, რომ ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ 4 ოქტომბრის აქციის არის ის და არ გამორიცხავს, რომ მასაც სახლში მოაკითხონ გამომძიებლებმა, რადგან თვლის, რომ ახლა ის ბრალდებები, რომლითაც ხაბეიშვილი ზოდელავა დააკავეს, რეალურად არის აბსურდული.